მიიღეს, მაგრამ ტექნიკურად ეს დღეს შეიძლება არ არის, მაგრამ იდეაში არის. აი რაღაცა, ანუ არის ეგ მომენტი და მაგალითად შეიძლება ფიქრი. არ მიდის სწორი პროპაგანდა სპორტის რა. არ მიდის რაც იყო ხოლმე, აი რითიც ვიყავით რომ აი აზარტი დაიკარგა. რამხელა ენერგია. ისე როგორც დაიკარგა პოლიტიკური აზარტი. ყველაფერშია გამოსახვიძებელია რა. აბსოლუტურად, იმიტომ რომ სპეციალურად ხდება, მიზანმიმართულად ხდება ეს აზარტი რომ დაიკარგოს და ჩაიჩახში. არა არის მიდგომაც არასწორია ბატონო გურა მე რომ მქონია საუბარი თავრობის წევრებთან ჯერო შედეგი იყოსო და მე ფული ჩაიდებაო ესეთი რაღაც პრინციპია ლოგიკა ეგ არის აი და მაგალითი მოგა აი რეგიო შედეგი როგორ უნდა დაუფულოთ რეგიო ანუ ფეხბურთში არსება გული ჩაიდეს საკარგული ფული ხო არ არის სტადიონს და მოედანს ვინო როგორ უნდა ჩამოასხო უფულო აი როგორ უნდა ჩამოასხო აბსოლუტურად დაუჯერე როგორ უნდა გააკეთო უფულოთ მოჭიდავენ მაინც გასპერს გასმართალი მართ კი რა თქმა უნდა შეიძლება თავისებურად აი ჩემი პერიოდი რო ავიღოთ ეს პერიოდი ოლიმპიური კომიტეტია თუ დეპარტამენტია ჩემპიონებს ჰონორარს აძლევენ ისიც რომ ეხლა სად იყო ჩვენ პროცესი მაგრამ იყო ენთუზიაზმი იყო სიყვარული იყო პატრიოტული სულისკვეთება გავდიოდით საბჭოთა დროშის ეს ბადრი იყო ვინც აძლევდა რა და ახალისებდა ამ ხალხს შედარებით კი ჩვენ დროს კი ერთი ბიზგი უნდა რომ აი ეს მატერიალ ტექნიკური ბაზა უნდა შეიქმნას და სტანდარტებზე სოფლიო სტანდარტებზე უნდა ავიდეს სასწავლო პროცესი თავისი ყველაფრით რა როგორც არის ეს სისტემა უნდა შეიქმნას ყველა სახეობაში მაგრამ ყველა სახეობაში ქვეყანა ვერ გაწდება აი ჭიდაობა აი სტრატეგიულ სახეობად უნდა გადაიქციონ. იყო კალათბურთი, უნდა გამოაცოცხლო და დადგეს. იყო ფეხბურთი, აი ფეხბურთი ქართული სპორტის ფლაგმანი იყო. ქართველი აი შრომელი კაცის პულსი ფეხბურთზე იმართებოდა კაცო. რო ვიცი რომ აი ხალხი გარეთ დახვდება, მე კარგად რო ვითამაშე. ხუთი აბარა რა თქმა უნდა ხალხის სიყვარული გადაჯავი ეხლა საქმე რაშია კიდე მე ამ ტენდენციას ვამჩნევ ვარსკვლავებზე აქვს დაგებული მაინც ძირითადად აი სპორტის მასიურობა აღარ არის უკვე აი სისტემა ამან დაანგრია რა აი ბავშვობიდან მასიური უნდა იყოს ცვლა უნდა იყოს მრავალი უნდა მოდიოდეს ერთწონით კატეგორიაში ჩვენთან იყო პერიოდები 4-5 კაცი ერთი ძალის იყო სამეცნიერო დონეზე ავიდა საერთოდ სპორტის ყველა სახეობა დაწყებული ფიზიოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია, ყველა ეს თემები მუშაობს სპორტთან მიმართებაში. ჩვენთან მუშაობს ეს თემები? აი ფსიქოლოგიური თემები დავუშვათ. ეხლა დავიწყეთ რაღაც პროექტებს ვაკეთებთ, აი ფსიქოლოგიასთან ერთად ძალიან დიდი გამოხმაურება და რაღაც ხარდაჭერა დავინახეთ, რომ ფსიქოლოგიური მომენტი არის ერთ-ერთი ძირითადი რა ჩამოყალიბებაში სპორტსმენს. წამყვანი მომგებიანი ფსიქოლოგია უნდა ჩამოყალიბდეს, ხო? ამ შემთხვევაში ჭირდება ბავშვობიდან მუშაობა, ხო? ჩვენ მედიცინა ახსენეთ ეხლა სპორტული სპეციალური მედიცინა რეაბილიტაციის ცენტრი და ესენი არ არსებობს რა. ანუ რეაბილიტაციის ცენტრი ეს უნდა კეთდებოდეს აკადემიაში ყველაფერი. აკადემია შეიძლება არ მოეწონა ვიღაცებმა თუ შენ რეფორმას აკეთებ აკადემიისას ის ძირითადი რაც სპორტსმენს აღზრდისთვის ფიზიკური სიძლიერისთვის ჭირდება და ინტელექტუალურისთვის ის აუცილებელი დატოვეს შენ კი ბატონო ცოტა შეკუმშე რა მაგრამ აკადემია უნდა იყოს იმიტომ რომ ყველა მოძღვე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ყველგან არის უმაღლეს დონეებზეა აღარა მარტო კომპლექსია მარტო აკადემია ვიღაცა მე ესე მგონია პირდაპირ ვიღაცა დაინტერესდა ის ადგილები კიდე გაყიდონ გამოყიდონ ვიღაცამ შევიდეს და ინავარდონ და იგულავონ და რამე და ვინ ახალგაზრდა თაობა ეს აღდა ეს მასიურად სპორტი და ეს თუ ესე არ გამოა აი თუ გაყიდე ააშენე მაინც ხო შეკაიდეთ ბამიშვილო ააშენე მაინც რომ ის ხალხი გარეთ რო გამოყარეს არა იქ იმის ტერიტორია რო დაითრიეს ზუსტად ახშა სახლები რო ააშენა მოკლედ გაყიდე ერთი დღით ცხოვრება შედაც ის უბედურება იყო რომ შეაჩერეთ და გამოიწვიეთ ეს ოლიმპიელებიო რა ომის დროს აი აქ ვიღაცა მივაშკაცა მაგრამ და სწორი რჩევა მისცა სხვათა შორის პრეზიდენტს
რატო მაინდა-მაინც გივის რატო გადაეკიდეო ესეთი რაღაცა კითხა დღეს ჟურნალისტმა და იმიტომ გადავეკიდე. უნდა გაჭიდაო ერთი. მაინდა-მაინც გივის იმიტომ გადავეკიდე რომ ეგ იყო ის ერთადერთი ადამიანი რომელმაც გამოვიდა და სულს ამოგხდითო პირადად მთელ საქართველოს საზოგადოებას უთხრა ეს სხვას არავის არ უკადრებია მართლა სულს ამოგხდით მაგისთვის. ნასვამი იყო. არ ვიცი მე რა იყო და როგორ იყო ყოველ შემთხვევაში ამათ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ზუსტად ამიტომაც არის რომ რა გადავეკიდე პრინციპში სახელს ვიძახი რა სხვა არაფერს არ ვაკეთებ რა გაიღვიძე გივი 8 მარტი თენდება და შენ დაიგუხე ერთი და ეს ძველმოდური იქნება 8 მარტი რო აქედან ახლა ჩემ მიულოც და კალენდარი არა კაცო რა ძველმოდური პირიქით რა პირიქით ეხა იდახე რომ კლარა ცეთკინის დღესასწაული და რა ვეღარა ჩვენში ხო ზის ეს კოტიკოს ანეკდოტი გამახსენდა ერთი ბოდის მოვიხდი მაყურებელთან ეს ანეკდოტი მომიყორო გულის ფაცხალით გვიყურებს უყოლე ახლა დიდი პატარა დირექტორს რო ურეკავ თანამშრომლები ურეკავენ რომ ბატონო ნუგზა გილოცავთ რა ამარ გილოცავთ და მე რას მილოცავთ კაცო შენც გაიჩატა კოტიკო რა იყო ჩემი ბოდიში და აწილი სულთან დამდე გასო როგორ არის მუდამ შენთან რეგებიცები შემოგიჟო როგორ მიყვარხა მაგარი ვიზარიცის კოტიკო მიქელაძე იყო ადამიანი რომელსაც მე პირადად ძალიან ბევრი რამე მაქვს დასწავლი მისი კოლორიტობის ამბავი თელმა თბილისმა იცის და არა მარტო თბილისმა მიტყვებინა მიშკა შენგელიას ასუშვებოდა იცი მიშიკო შენგელიას და ეს ერთი საზმაკაცო არის რომ კალათბურთის ეხა დავუშვათ ერთი პერიოდი მაქსოს რომ ჩვენი ქართველი კალათბურთელები ხო არა ის ხო წინავდნენ ევროპა ხო კი მაგრამ მე ცოტა რომ გაგვიჭირდა მე ესეთიც იყო რომ ქართველი კალათბურთელები მილოვიდოვი ბოროდაჩევი კაპუსტინი ოპოშტიანი და ტუბინი ეგეთიც იყო ხო ეგეთიც იყო და მოდი რა ზუსტად ისეთი ყოფილიყოს როგორც ჩვენ გვინდა და ჩვენ გვინდა რომ იყოს ჩვენი სპორტი რა აი ესეთი რაღაც დავწერე რა ერთხელ ერთ კუპლეტიანი ლექსი იყო სკამზე ნებიურობს ამბალი კუთში გონია თავი თავისი ხელით ჩაძირა საათში წაყვანი ნავი აი ეს სიტუაცია მოხდა დღეს საქართველოში მაგრამ არა უშავს ძალიან დიდი მადლობა ბევრი დაიწვენე რა მუსისისინი რო არის ხოლმე რა ქვია პატრული რომ მოდის კი აი ეგეთი ისე და ბოჭი ვი მანქანებსაც უნდა ქონდეს ეგეთი სიგნალი ეგეთი რო არის გივი ესე უნდა დადიოდნენ პატრულის მანქანები თან მაგარი იქნებოდა გივი გამოდარე გადააყენე მანქანა გივი სულს ამოგხდით სულს ვინვის ამოხდის მაგას დავანახებ გივის მე რა ერთი სიტყვით რომელსაც ქვია გივი გივი გადააყენე მანქანა გივი